აქცია ცოცხებით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ქართული ოცნების მხარდამჭერები გურჯაანში შეიკრიბნენ და ნაციონალური მოძრაობის რაიონული ოფისის კარი აჭედეს. აქციაში მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებდნენ, ერთ-ერთი თელავის საკრებულოს თანამშრომელი ლევან კოჭლოშვილი იყო. ნაციონალური მოძრაობა კი ამ ფაქტს NDI-ის კვლევას უკავშირებს. გოჩოს იბაშვილის განცხადებით ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გაზრდილმა რეიტინგმა გააღიზიანა. კარები იქნა აჭედილი და მიგვაჩნია რომ კარგი იქნება ყველა რეგიონი თუ მოგვბაძავს და ეს თუ იქნება დასაწყისი იმის რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა ნაციონალური მოძრაობა. საზოგადოება მოითხოვა ნაციონალური მოძრაობის ქართული პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გაქრობა. 12 წელიწადია. 12 წელია ეს მარაზმი ნაციონალური მოძრაობის აღვირახსნილი ქმედება როცა ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ და ეხლაც ვითომ ოპოზიციის პოზიციებიდან. ამოვიდა ეს ყერში და ვაპროტესტებ ნაციონალური მოძრაობის პირსისხლიან სექსუალურ მოძალადე რეჟიმს. ეს არის პასუხი ალბათ იმ კვლევების, ეს არის ის რაც ქვეყნის მასშტაბით ხდება რომ თითქმის ყველა რაიონში მოახდინეს წარწერებისა და კარებების აჭედვა და ხელისუფლება ამ შემთხვევაში დანაშაულს ჩადის, იმიტომ რომ როგორც მეუბნებიან ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობისა და გამგეობის თანამშრომლებმა.